რატომ არ შეიძლება ნაკელის მაგიერ თივისა და გამხმარი ფოთლების გამოყენება? სამთარში ხომ ძროხა მაინც თივას და ჩალას მიერთმევს. ეს კითხვა საკმაოდ გონებამახვილურია, მაგრამ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. საქმე იმაშია, რომ ნაკელი ეს არის აზოტოვანი სასუქი, აზოტით მდიდარი, ხოლო არც თივაში და არც გამხმარ ფოთლებში აზოტი არ არის. აი, კალიუმი და ფოსფატი კი ბატონო, რამდენიც გნებავთ, მაგრამ აზოტი არანაირად. გინდ ძროხას და გინდ ქათამს, რომლებიც ნაკელის წყაროებია, რაღაც ცილოვანი თუ არ მიეცით, ზამთარში იქნება თუ სხვა დროს მისი კვების რეჟიმი დაირღვევა, წონაში დაიკლებს და შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ასე რომ ნაკელი ყოველ სეზონზე აღებული აზოტოვან სასუქს წარმოადგენს. თუ ნაკელი გაქვთ, უბრალოდ მიკვირს რატომ არ უნდა გამოიყენოთ. და თუ არ გაქვთ, მის მაგივრად შეიძლება მწვანე ბალახის ნაყენის, რუსები ეძახიან ზელიონაია ბრაძილოვკა, მწვანე ბალახის ნაყენის გამოყენება. სარეველა ბალახი ჩაყარეთ კასრში, შემდეგ დაასხით წყალი და გააჩერეთ 2 კვირა. აი ეს უკვე აზოტოვანი სასუქი იქნება.